Moldovas საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა, პრორუსული ოპოზიცია კი დამარცხდა. დათვლილი ბიულეტენების 99.91%-ის მიხედვით სანდუს პარტიამ ქმედება და სოლიდარობამ 50.16% აიღო, რაც მას საშუალებას აძლევს 101-დან 55 მანდატით საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს და მთავრობა სხვა პარტიების მხარდაჭერის გარეშე დააკომპლექტოს. ქმედება და სოლიდარობის მთავარი მოწინააღმდეგე ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის პრორუსული პარტია პატრიოტული ბლოკი იყო. მან არჩევნებში ხმების 24.19% აიღო და პარლამენტში 27 მანდატი მოიპოვა. პატრიოტულ ბლოკში შედიან სოციალისტების პარტია ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, კომუნისტების პარტია კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტთან ვლადიმირ ვორონინთან ერთად, ასევე ყოფილი პრემიერის ვასილე ტარლევის პარტია მოლდოვის მომავალი. პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ, პროევროპულმა ალტერნატივამ 8 მანდატი მიიღო. დემოკრატიას სახლში, რომელსაც ნაციონალ კონსერვატორი ვასილე კოსტიუკი ხელმძღვანელობს, 6 მანდატი. ის მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანებას უჭერს მხარს. ასევე 6 მანდატი მიიღო პოპულისტი რენატო უსატის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჩვენი პარტია. მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს პროპორციული წესით ჩატარდა. ბარიერის დასაძლევად პარტიას ხმების მინიმუმ 5% უნდა მიეღო, ბლოკს კი მინიმუმ 7%. ამ მომრჩეველთა აქტივობა 52.2% იყო. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას არაერთი სკანდალი ახლდა თან. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს მოსალოდნელ ფალსიფიკაციაში ადანაშაულებდნენ. კენჭისყრის დღემდე ცოტა ხნით ადრე 10 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მასობრივი არეულობის ორგანიზების მზადებაში დაადანაშაულეს. უკვე შარშანდელის საპრეზიდენტო კამპანიის დროიდან ქვეყანაში ბიზნესმენ ილან შორის მიმართ ბრალდებები ისმოდა. ის ძებნაშია და რუსეთის ტერიტორიაზე იმალება. დამოუკიდებელი გამომძიებლები და მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული შორის ქსელი 10.000 ამომრჩეველს პირდაპირ ქრთამით აკონტროლებდა. მედიამ გამოიკვლია დეტალები და ქსელის მუშაობა, გააშუქა, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან მიღებული თანხებით დეზინფორმაციის გავრცელებასაც ცდილობდნენ. ხმების დათვლის დასრულებამდე, როცა უკვე სანდუს პარტიის გამარჯვება ნათელი იყო, იგორ დოდონმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა. დღეს დილით კი პატრიოტული ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ხალხს მოუწოდა პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე გამოსულიყვნენ და გამარჯვება დაეცვათ. Moldovas საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული პარტიის გამარჯვებას დადებითად გამოეხმაურდნენ ევროპელი პოლიტიკოსები. მათ მოლდოვას ევროპული კურსის გაგრძელება მიულოცეს და არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებიც ახსენეს. მოლდოვას შენ ისევ მოახერხე, დაწერა სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისით თქმით, მოლდოვამ ერთმნიშვნელოვნად არჩევანი ევროპისკენ დემოკრატიისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა. ევროკავშირის სახელით მოლდოვის მხარდაჭერა გამოხატა ევროპელი საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ. მისი შეფასებით მოლდოვამ რუსეთის ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად ევროპული მომავალი აირჩია. რუსეთის საკითხს შეეხო ევროპელი დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასიც. მისი თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელება და ხმების ყიდვის მცდელობა ვერ შეაჩერებს. მაია სანდუს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიულოცა. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობები დამარცხდა, ხოლო მოლდოვა ევროპაში იგებს. რუსეთის დივერსიული ქმედებები, მუდმივი დეზინფორმაცია არაფერმა ამან არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვამ ეფექტიანად დაიცვა თავის საფრთხეებისაგან ყველა იმასთან ერთად, ვინც დაეხმარა. მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოშიც გამოეხმაურდნენ. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს არა მხოლოდ მოლდოვის და ევროპის, არამედ საქართველოს გამარჯვებაც არის. I cannot start today my talk without congratulating from here. Აქედან მინდა მივულოცო ჩვენს მოლდოველს მეგობრებს მათი დიდი წარმატება, რომელიც გამარჯვებაა მათთვის. მინდა პირადად მივულოცო მაია სანდუს, მაგრამ ეს ასევე გამარჯვება ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის. ეს არის იმედის სიგნალი და გზავნილი, რომ ჩვენ დავრჩეთ მტკიცენი ჩვენს ბრძოლაში. კვლავ დავბრუნდეთ ევროპის გზაზე, რომელიც ერთად წამოვიწყეთ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ. და ეს არ არის უბრალოდ ამთხვევა, რომ რუსეთის აგრესია, შეტევები სხვადასხვა ფორმით სწორედ ამ სამი ქვეყნის, სამი ასოცირებული ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება. მოლდოველმა ხალხმა მოიპოვა საგზური ცივილიზებულ სამყაროში, მოიპოვა საგზური ევროკავშირში და ის გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება როგორც ეკონომიკური პარამეტრებით და 2 წლის წინ ჩამორჩებოდა აგრეთვე დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, ეს საგრძნობელად ჩანს თუ რამხელა პროგრესი განიცადა ამ სახელმწიფომ უკანასკნელ 2-3 წელიწადში და რამხელა რეგრესს განიცდის საქართველოს ქართული ოცნების პირობებში და იმ
პირობებში, როდესაც ქართული ოცნება ჩვენ მიგვაქანებს რუსეთისკენ და ავტოკრატიული სამყაროსკენ. მოლდოვა არის მის მაგალითი თუ რა შესაძლებლობები დაკარგა ქართულმა სახელმწიფომ. აგრეთვე მოლდოვა არის მის მაგალითი თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირდე რუსულ ჰიბრიდულ ძალას დემოკრატიული მეთოდებით და სწორი თამაშის წესებით. რაღაც 4 წლის, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი. აი ზუსტად ამ პერიოდში საქართველო იყო აი ამ ასოცირებული ტრიოს ლიდერი და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ გავიდოდა 3 წელი, 4 წელი და დღეს მოლდოვას ექნებოდა ასეთი დაჩქარებული ტემპი ევროკავშირში ინტეგრაციის, ასეთი დიდი პროგრესი და საქართველო იქნებოდა სრულიად ჩამორჩენილი ამ პროცესებისგან. ეს ძალიან კარგი მაგალითია ყველასთვის საქართველოში, მათ შორის ყოველგვარი ომის გარეშე და ყველამ კარგად იცით რომ ისე მიდის მოლდოვა წინ ევროინტეგრაციისკენ, რომ იქ არანაირი სამხედრო ესკალაცია, კონფლიქტი არ არის. ამიტომ ეს არის პირდაპირ ჩამოშლა ოცნების, აი მყალბი პროპაგანდის, რომ თითქოს ევროკავშირი ნიშნავს ომს. ნუ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას მაგალითი. როგორ შეიძლება რამდენიმე წელიწადში ესეთი სწრაფი პროგრესი განიცადა, მაშინ როდესაც რა თქმა უნდა საქართველოსთან შედარებით, რა თქმა უნდა მოლდოვა იგივე 4 წლის წინ იყო საკმაოდ უკან. რუსეთში მოლდოვის არჩევნების შეფასებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა მოლდოვის ოპოზიციის პოზიციას ახმოვანებენ და ამბობენ, რომ არჩევნების შესაძლოა დარღვევებით ჩატარდა. კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ასობით ათასმა მოლდოველმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხმის მიცემა ვერ შეძლო, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 2 საარჩევნო უბანი გაიხსნა.